გამარჯობათ მეგობრებო, მე დღეს მინდა ვისაუბრო პრაიდის შესახებ, როგორც დაანონსეს ვაი ადამიანებმა, რომლებმაც დაარქვეს ამას ევროპული ღირებულებები, იმიტომ ევროპის ღირებულება არის ის, რომ აღვირახსნილი ცხოვრებით წესი გავრცელდეს მთლიანად მთელ მსოფლიოში. და თუ ეს არის ევროპის დღევანდელი ღირებულება, მაშინ რა უნდა ვთქვათ, წინა საუკუნეებში, რაც ევროპას გააჩნდა, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური ხურჯინი, სკივრი, დიდი ცოდნის კიდობანი, განათლების დიდი სკივრია, თუ შეიძლება მარგალიტი, ასე ვთქვათ, და ოაზისი, სადაც აღიზარდნენ და მთლიანად მთელ კაცობრიობას უდიდესი ცოდნა გადასცეს, სადაც დაიბადა დანტე, სერვანტესი, შექსპირი, ბაირონი, ბოდლერი, გოეთე, მური, მაიოლი, შტრაუსი, რავი, რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო ადამიანმა, დესპიო, როდენი, ხელოვნების სფერო არის, ტესლა, იგივე ხელოვნების სფერო იქნება, მეცნიერება იქნება, სპორტი იქნება, ყველა კუთხით, ყოველი განხრით, ესე იგი, უდიდესი როლი ფუნქცია გააჩნდა ევროპას წინა საუკუნეებში. აი ამ საუკუნეში უკვე ევროპას თავადაც გაუჭირდა, რადგანაც ხელისუფლებებში გაჩნდა ბზარი, ნაპრალი და მართვა გამგეობა ჩაუვარდათ ლიბერალებს ხელში. ეს ლიბერალიზმი არ არის, რომელიცაც ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა და გვთავაზობდა, ეს რადიკალურად სხვა ლიბერალიზმი არანაირ კავშირი არ აქვს ამას ნორმალურ საჯამთელ ლიბერალიზმთან. ეს არის აღვირახსნილობა, ეს არის წაბილწვა, ერების გათახსირება, ერების გარყვნა, ერების განადგურება, განათლების სისტემის მოსპობა და დაშლა. ჩვენ გვჭირდება ის ღირებულება, რაც ჰქონდა ევროპას, სადაც იყო უძლიერესი ცოდნა განათლების მიღება და არა ის ლიბერალური რეფორმები, რომელსაც დღეს ჩვენ გვთავაზობენ. საქართველოში რატომღაც ამ უცხოეთიდან მოსულ სტუმრებს გაუჩნდათ ესეთი სურვილი, თითქოს ეს ნუყიერი ნიადაგი იქნება აქ და ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევენ თავიანთ თავს, მაგრამ ძალიან ცდებიან. ეს არის კავკასია პირველ რიგში, ეს არის იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის მატარებელი ადგილი, სადაც თეთრმა რასამ შექმნა უდიდესი ცივილიზაცია. ამის დამტკიცებას თვითონ ევროპელი მეცნიერები უკვე მივლენ იმ დასკვნამდე, რომ მთლიანად აღიარებენ. აი, თეთრი რასის აი ცივილიზაცია ზუსტად კავკასიიდან არის წასული. ამ კავკასიაში დარჩენილია კიდევ. აი ზუსტად ამას ქვია იბერიის გაბრწყინება, ეს ცოდნა, ეს მორალი, ეს ზნეობა. ამის ცენტრი ოდითგანვე იყო საქართველო. დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ქრისტიანობას ებრძვიან გაშმაგებით და ასე გონია და ასე ეუბნებიან ადამიანებს, მოწესრიგებულ ადამიანებს, რომ შენ თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, შენ ნუ განიკითხავ. არა ბატონო, ეს განკითხვა კი არ არის, ეს არის მხილება და ამას ჭირდება ხმალამოღებული ბრძოლა, რომ ჩვენთან ის სიბილწეები და ის იდიოტიზმი არ განვითარდეს, რაც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული, რომ საქართველოს მეშვეობით გინდათ მთელ მსოფლიოში დაიწყოთ კარგად შენიღბულად რო გაქვთ ეს მოფიქრებული, ასე რომ ვთქვათ, დიდი ბრძოლა. მე აი ამ პრაიდის მიღმა დიდ საშიშროებას ვხედავ. ეს არ არის უბრალოდ ის ადამიანები, აღვირახსნილი ადამიანები გამოვიდნენ რუსთაველის
გამზირზე და გაისეირნონ და ჩაიწერონ გულები. ამ ბრაიდს თუ ჩვენ ეს დაუშვით, მოყვება სხვა კიდევ სხვა ჩვენს დედაქალაქის გარდა ჯერ დიდ ქალაქებში, როგორც არის რუსთავი, როგორც არის გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, თელავი, ასე შემდეგ, მოყვება იქაც უკვე გასეირნება, გამოსეირნებები. ამას უყურებს ჩვენი მოძმე კავკასიელი ხალხი, მოძმე ერები. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. რას იფიქრებენ ისინი, რომ თუ ჩვენ ეს პრაიდ მრაიდები აქ ჩავატარებინეთ ამათ, ეს იქნება არა მარტო ქართველი ერის სირცხვილი, არამედ მთლიანად კავკასიის შეურაცხყოფა. აი ამიტომ ძალიან დიდი საშიშროება არის და მე მინდა რომ აი ამ მსმენელებმა, ვინც ახლა ისმენთ ამ ჩემს გამოსვლას, ამას ძალიან დიდი ყურადღება მივაპყროთ და მივაქციოთ, იმიტომ რომ უამრავი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და უაზროვნე ადამიანი გამოდის და აი ამ კუთხით, რასაც მე ახლა აღვწევ და გესაუბრებით და მიმყავს საკითხენ ეს საუბარი, არავის არ აქვს თითქმის განხილული. მე კიდევ ვამბობ, რომ ეს კავკასიური მენტალიტეტი ძალიან სხვაგვარი არის, თითქმის დაღესტნიდან ყარაჩაის, ჩერკეზეთის ჩათვლით ერთი სისტემა არის, ერთი მოცემულობა არის, ერთი აზროვნება არის, ერთი მთლიანი კულტურა არის, რომელსაც კავკასიურ კულტურას ვეძახით ჩვენ. იქ როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით არის სუნიტური ისლამი. აი ჩვენ დავაკვირდით ახლა ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროს. ქრისტიანულ სამყაროში აი ამ ლიბერალებმა ძალიან კაფეოდ მოიკიდეს ფეხი, ხოლო ისლამურ სამყაროში, ისლამურმა სამყარომ ისინი არ შეუშვა და განსაკუთრებით არ შეუშვებს, არ მიიღებს და ცხვირპირს დაიმტვრევს ასეთი პრაიდ მრაიდები ჩრდილოეთ კავკასიაში. იმიტომ რომ ის ხალხი ვერ აიტანს ასეთ იმას, შეურაცხყოფას და ძალიან ძვირად დაუჯენს ამ პრაიდ მრაიდების, ასე რომ ვთქვათ, აგიტატორებს და პროპაგანდისტებს. ამიტომ მე მინდა რომ ძალიან დიდი ყურადღება მიაპყროთ, რასთან გვექნება ჩვენს საქმე. ეს პრაიდი არ არის ჩვეულებრივი პრაიდი, რომ გაისეირნო და გამოისურვოთ, ახალაც აღვნიშნე. ამას ძალიან დიდი შეხლა შემოხლა მოყვება, იმიტომ ჩვენ აჭარაში, როგორც მოგეხსენებათ, გვყავს ისლამური სარწმუნოების მატარებელი ჩვენი მოძმე აჭარელი ხალხი. იმათვისაც ძალიან დიდი შეურაცხყოფა იქნება, რომ საქართველოში ასეთი პრაიდი ჩატარდეს. ეხლა ავხსნათ ქრისტიანული კუთხით. როდესაც ზოგიერთი ვაი ქრისტიანი გამოდის და იძახის, რომ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა გამიკითხოთ ქრისტიანას, არ აკეთებდა ქრისტე, არ განიკითხავდა და ჩვენ როგორც ქრისტიანული მოზღორების მიმდევრებმა თურმე ხმა არ უნდა ამოვიღოთ. მაგრამ მე გავსვამ ასეთ კითხვას, სად რომელ წმინდა წერილში წერია, რომ ჩვენ აი ამ უმსგავსობის, ამ სივილწის, აი ამ დიდი დანაშაულის წინაშე ხმა არ უნდა ავიმაღლოთ და არ უნდა შევებრძოლოთ, არ უნდა დავგმოთ და არ უნდა იყოს ჩვენი სამშობლოდან კი არა, მთლიანად მთელი ჩვენი პლანეტიდან გაძევებული მსგავსი იდეოლოგია. რა თქმა უნდა, ასეთი დანაბარები არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. ეს არ დაუბარებია, მაგრამ
მამა ღმერთს და იესო ქრისტეს მოძღვრება არის წესიერება, სინდისი, ნამუსი, სიკეთე, სიყვარული, შრომა. აი ეს არის მისი მოძღვრება და აი ამ სიბილწის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ და შევერკინოთ იმ ადამიანებს, იმ ვაი ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჩვენი ქვეყნის განადგურება და ახალგაზრდობის წაბილწვა. ახალგაზრდობასაც კი უნდა ჩაუნერგოთ ჩვენ სულსა და გულში, რომ ეს ევროპული ცნობიერება არის, ევროპული მენტალიტეტი არის, ევროპული ღირებულება არის და აი ამ ღირებულებით უნდა მოხდეს მათი აღზრდა და განვითარება. არა ბატონო, მათი აღზრდა და განვითარება სწორი კუთხით მიმდინარეობდა, ვიდრე საქართველოს დაუძინებელი მტერი, მე ასე ვიტყვი და ასე არის, როგორც იყო შევარდნაძე, რომ ჩამოვიდა და დაიწყო, მან დაიწყო პირველ რიგში ქართული კულტურის და განათლების სისტემის მორღვევა და მოშლა, ახალგაზრდობის ასე რომ ვთქვათ გახრწნა იქიდან იწყება ზუსტად, ის 72 წელსში მოვიდა ხელისუფლებაში და იქიდანვე დაიწყო უკვე საქართველოს დაშლა განადგურება და არა შემდეგ 1992 წელს მარტში როდესაც ჩამოვიდა, თუ არ ვცდები 6 მარტს ჩამოვიდა მაშინ. ეს ჩვენი ვაი ინტელიგენტები რო გაექანენ და აეროპორტში ტაშკთა და კოცნა ხვევნით რო შეხვდნენ. არა ბატონო, ეს 72 წლიდან უთხრიდა ქართულ იდეოლოგიას, ქართულ მენტალიტეტს, ქართულ სინდის, ნამუსს, სიყვარულს და სახელმწიფოებას ძირს. შემდეგ ეს გზა გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ეგრეთ წოდებული ვაი რეფორმებით. ეს რეფორმა კი არ იყო, ეს იყო ზუსტად ის დეგრადირება, რომელმაც დასცა მთლიანად განათლების სისტემა. აი ნახოთ ახლა, როდის უფრო განვითარებული იყო ადამიანის წინა საუკუნეში, მე-20 საუკუნეში, 70-იან, 60-იან, 50-იან, 80-იან წლებში და მე 90-იანში ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ რა კატასტროფა და რა კატაკლიზმები განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ. ხელოვნურად შექმნეს ეს კატაკლიზმები, ხელოვნურად შექმნეს ეს გაჭირვება. გაჭირვების შედეგად ზუსტად ეს ნოყიერი ამოღრეული წყალი მოამზადეს და მე დაიწყეს უკვე ახალგაზრდობის გადაბირება. ეს მოხდა უკვე დიდ სასწავლო ცენტრებში, დაწესებულებებში და დღემდე მიმდინარეობს. და ის კარგი შეუვალი პროფესურა, მასწავლებლები ვინც ყავდათ, ძალიან ბევრი გამოაძევეს და უწოდეს მათ ჩარეცხილები, უცოდინარები, ჩამორჩენილები, რაც არის ეს ძალიან დიდი დანაშაული და იმ ადამიანებისათვის ეს არის ძალიან დიდი დარტყმა. ეს დრო უნდა დადგეს და გასამართლდნენ ის ვაი ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, რომლებმაც ეს ადამიანები გამოაძევეს სასწავლებლებიდან, რომლებსაც მიჰყავდათ ნორმალური, სწორი სასწავლო პროცესი და განათლებას აწვდიდნენ, ჯანსაღ-ჯანმრთელ განათლებას აწვდიდნენ მოსავლე ახალგაზრდობას. დაყენებდნენ ფეხზე. ეს ერთი საკითხი. ეხლა ისე მივუბრუნდეთ ჩვენ კავკასიის ჭრილში, განვიხილოთ საქართველო და აი ეს ვირეშმაკული, ძალიან ცბიერი, შემოგდებული იდეოლოგია და ეს ვთქვათ დღევანდელი ვაი, ესე იგი ევროპული ღირებულება. ეს არანაირი ღირებულება არ არის. იმ ევროპაში ძალიან სახად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ, არიან და იქნებიან მარადიულად. უბრალოდ ძალიან ბევრი ფული იშოვეს ამ ლიბერალებმა და დაიწყეს ძირის გამოთხრა კონსერვატული მიმდევრობის ცნობიერების ადამიანების გუნდის, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მოისუსტა იქ კონსერვატულმა მიმდინარეობამ, ამის თქმა მინდა, ესე რომ ჩამოვყალიბდეთ
ეს ძალიან ძვირი დაუჯდა ასე რომ თქვა ტრადიციულ ოჯახებს, ტრადიციულად განვითარებულ, ნორმალურად განვითარებულ ოჯახებს და სახელმწიფოებს. ეხლა ხედავთ ჩვენ როგორ იბრძვის უნგრეთის პრეზიდენტი და კარგ შედეგებსაც აღწევს, მე მგონია, ბევრი ამოუდგება, ბევრი სახელმწიფო ამოუდგება მას გვერდში, აი ასე მიმდინარეობს უკვე დიდი ზურები პოლონეთში და ასევე დაიწყება ალბათ ლეპენის ქალიშვილიც იომებს და იბრძოლებს საფრანგეთშიც, იტალიაც, გამოფხიზდება ესპანეთიც, ინგლისიც და მთლიანად შეიცვლება ის ევროპაც და ამერიკაც. არ შეიძლება, იმიტომ რომ ასე დეგრადირებულ ადამიანების გუნდს ამ ხროვას დაუთმოთ ჩვენ ერების მომავალი. ესენი გაყრყნია, ეს არის პირდაპირ ტროცკის ხაზი, გასო ის ტროცკი რაც ვერ შეძლო იმ ეპოქაში ის გადმოიტანეს ახლა და მთლიანად უნდათ ერების დაშლა და განადგურება. ახლა მივედი ზუსტად იმ საკითხთან დაკავშირებით. თუ ეს ჩატარდა ღმერთმა არქნას და რომ ჩატარდეს და მოხდა იქ პროვოკაცია, რამე შეხლა შემოხლა და ან დაიჭრა, ან დაიღუპა ვიღაცა წარმომადგენელი ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, მაგ შეიძლება დიდი არეულობა მოხდეს ამას, ამ არეულობაში შეიძლება ჩაერთონ მთლიანად ძილო კავკასიელებიც, იქიდან ჩაერთონ თურქეთიც, ირანიც, არ არის გამორჩეული არაბული სამყაროც. და სადმე გუყავს ჩვენ ეს ბრძოლა და ომი. ეს მე მგონი არის ფარული დაპირისპირება რუსეთის წინააღმდეგ, რაც საქართველოს გარდა, მე მგონი ყველას უნდა რომ გახდეს, ასე ვთქვათ, ეს პოლიგონი და გლობალური სამყაროსათვის კარგი დასაყრდენი, იმიტომ ჩვენ როგორც ხედავთ ერაყში გლობალისტებს ჩაუვარდათ პროგრამა, ვერ შეასრულეს ის, რაც უნდათ, რაც მათ ეწადათ, ისე განვითარებული იყო მოვლენები, ვერც ერაყში, ვერც სირიაში, ვერც ალჟირში, ვერც ლიბანში და ასე შემდეგ მთელ აი ამ პერიმეტრზე, ხმელთაშუა ზღვის ვერ ჩაიდრიეს ეს სახელმწიფოები, ვერ მოხდა ეს გადაზრდა დიდ მესამე მსოფლიო ომში და თუ აი ამ გზით მოძებნია აგერ კავკასიას, მათთვის იქნება ზუსტად ეს საკმილოა რა, ასე რომ ვთქვათ. ეს ძალიან დიდ სასიშროების ქვეშ აყენებს ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კულტურას, ჩვენს განვითარებას და საერთოდ სახელმწიფოებრიობას. რა გამოდის? ეს გამოდის, რომ ჩვენ ვართ რაღაცა კოლიდორი, ვისაც როგორ მოეპრიანება ის პროგრამა შემოიტანოს და ის პროგრამა განახორციელოს აქ. აი ეს განვითარება, ეს ბრძოლის ხაზით განვითარება 2012 წელს ვერ მოხერხდა იქ, იმიტომ რომ რაღაც ლოკალურად მოხერხდა 5-6 დღის ბრძოლა იყო და რუსეთმა ის ტერიტორია მოახდინა ეს ოკუპირება, მითვისება. ხოლო ეს დანარჩენი ტერიტორია დარჩა ისევ, ასე რომ ვთქვათ, საომარ მდგომარეობაში მოყვანილი. ხოდა, აი ეს საშიშრობა ძალიან გვემუქრება ჩვენ. შეიძლება რუსეთის საერთოდ არ გამოჩნდეს, ერთი რუსი ჯარისკაციც არ გამოჩნდეს და გამოიყენოს ესეთი მდგომარეობა, ის დილოკავკასიელი ხალხი, რომელიც გაღიზიანდება, რომელიც იქნება შეურაცხყოფილი, რომ მის მოძმე ერში გაბატონდა, თუ გაბატონდა და ისა დაუშვით ჩვენ ასეთი უმსგავსობა, აგერ მის ჭიშკართან, ასე რომ ვთქვათ, აღვირახსნობის დიდი ოაზისი შექმნა მოხდეს. აი ეს გავითვალისწინოთ ყველამ, ძალიან კარგად დავფიქრდეთ, ჩემო ქართველებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო ახლობლებო, დებო და ძმებო, კარგად გავაანალიზოთ, თუ რა საშიშროება ემუქრება ჩვენს ქვეყანას. იმიტომ გავაკეთებ ეს
ჩანაწერი, ძალიან კარგად დავფიქრდეთ, ერიც და ბერიც, რომ ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება და საერთოდ უნდა აუგრძალოთ, საერთოდ ელჩებსაც კაცრად უნდა მოვთხოვოთ და იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, გინდა თუ არა და ის 15-ია თუ 16-ია, როგორც მე ვიხილე აგერ Facebook-ს გვერდზე, რომ 15 პარტიას აქვს თურმე მწვანე შუქი ანთებული, აი ამ გადაგვარებულებისათვის, რომ ჩაატარონ პრაიდი, ეს ძალიან დიდ დარტყმის ქვეშ დავაყენებ ჩვენ. ესენი თვითონ გაიქცევიან, როგორც მაშინ მოხდა, რომ გარბოდნენ აგერ აზერბაიჯანისკენ წითელ ხიდზე. მერე ჩვენ საწავიდეთ, ჩვენ ნორმალური ადამიანები. აი ამიტომ ყველამ კარგად უნდა ვიფიქროთ. ეს ძალიან დიდი საშიშროებაა. ეს არ არის უჩვეულებრივი მოვლენა. აი ამ მოთხოვნებს ჯობია ჩვენ დავაყენოთ ერთხელ და სამუდამოდ საკითხი, მოხდეს სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბება, გაერთიანდეს ერი, მოვითხოვოთ ჩვენ ქარხნები, ფაბრიკები, რომლებიც პირდაპირ პროპორციულია ერის, ესე იგი, რიცხობრივად გაზრდასთან და დილიანად განვითარებასთან და პირდაპირ არის ოჯახის შენახევის საშუალება ის ქარხანა და ფაბრიკა გას. აბა გიშები ხوارი არ არიან უძღვეში კაცო, აბა თურქეთს აქვს ეს ქარხნები, ფაბრიკები, გერმანელებს აქვს, ინგლისელებს აქვს, რუსებს აქვს, ბერძნებს აქვს, იტალიელებს, ყველა ცხოვრობს, ყველა დადის ნორმალურად ამ ქარხანასა და ფაბრიკაში. ისედაც ადამიანი მოამთავრეს, აი ახალგაზრდა კაცმა და ამთავრა უმაღლეს სასწავლებელი. სად უნდა წავიდეს? ის ხომ უნდა დასაქმდეს, ხომ უნდა გახდეს ინჟინერი, ხომ უნდა შექმნას ახალი ნოაცია, ხომ უნდა დააპროექტოს ქარხანა, ფაბრიკა, ხომ უნდა შექმნათ ჩვენ კულტურა. ეს კულტურა პირდაპირ პროპორციაში მოდის ამ ქარხნებთან და ფაბრიკებთან. ადრეც თქვი მე წინა გადაცემებში ეს რგოლები რომ იმასავქენით ჩავწერე, რომ პირდაპირ პროპორციულია. ქარხანა და ფაბრიკა იქნება ჩვენი ერის, ასე რომ ვთქვათ, გამაჯანსაღებელი. ადამიანს ფული რო გაუჩნდება სახში, ოჯახში, როდემდე შეიძლება ახლა იმაში უცხოეთში წავსულმა ადამიანებმა არჩინონ აქ 5-6 სული. არ შეიძლება ცოლი მუშაობდეს და ქმარი აქ იყოს და კოტრიალობდეს და ეს შვილები ან დადიან ამ სასწავლებლებში, ან არ დადიან. როგორ შეიძლება ამდენი 30 წელია თითქმის დასულია. აი, როდესაც აქ იქნება ის დიასახლისი, დედა რო ეყოლება ბავშვს, ის უფრო კარგად არ მიხედავს თავის შვილს, ვიდრე ახლა იქ არის წასული, მამა იმდენად ვერ მიხედავს, ვერც ბებია და ვერც ბაბუა. და ჩვენი შვილებსაც დავაკვალიანებთ კარგად და სასწავლებლებსაც, სახელმწიფოსაც მოვთხოვთ ჩვენ, რომ ცოდნის ის განათლების სისტემა აღორძინდეს, რომელიც იყო თუ არა და ახალი შეიქმნას, რომელიც იქნება ნამდვილი განათლების სისტემა და არა ესეთი ფსევდო რაღაცა ფარისეულური ყალბი, სადაც ახლა ფულს ითხოვენ და ცოდნა არის ნული. ცოდნას ახლა სასწავლებლები აზრებს. სკოლებში აღარ არის მოთხოვა, არ არის კომისიები, არ არის შემოწმება, არ არის. გადავხედოთ, აი ფაქტებით წავა საუბარი უკვე. ფაქტებით, აი ნახოთ. რა ცოდნის მატარებლები, 1-2 ახლა კერძო სასწავლებელი თუ რაღაცა სასწავლის, ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ჭირდება მასიურად ძლიერი სასწავლებლები ჭირდება. სასწავლებლებმა, სკოლებმა, განათლების სისტემამ უნდა მისცეს შვება და გაძლიერდეს უნდა სახელმწიფო. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ნანოტექნოლოგიები, უნდა შემოვიტანოთ ის დაზგები, დანადგარები, რაც უცხოელებს აქვს, ვიყიდოთ, ამაში უნდა ჩაიდოს ახლა ფული, ინვესტიციები და არა იმ ხესების აშენებაში გადავყვეთ და საშიშროება გახდეს ჩვენი იმის ქვეყნისათვის. აი ეს უნდა მოთხოვოთ და არა ეს პრაიდები ვატარებინოთ აქ. მე მგონია ამ კუთხით დაფიქრდებით და ბოლომდე მოისმენთ ამ ჩემს მოსაზრებას და გამოთქმას და საუბარს და შეწუხებას. აბა სხვანაირად არ გამოდის, ყველანი ფეხზე უნდა დავდგეთ და არავით არის პრაიდები და მრაიდები. თორემ მე ვამბობ,
ამას მარტო ჩემი წინასწარმეტყველება ეს არ არის კაცო. ეს არის აი გონივრულად თუ გაჭრიტო ადამიანმა და იფიქრო და იაზროვნა თუ ამას ჩვენ ახლა დავუშვებთ, ამას ვამბობ რომ მოყვება მეორე, მერე მესამე, მერე მეოთხე, მერე მეხუთე. ეს მოიცავს თელ საქართველოს, ეს ამის წაღრუება აღარ შეიძლება უკვე. ეს თლიანად ერი, ბერი, ქალი, კაცი ყველა უნდა დავდგეთ ამის წინააღმდეგ. ეს არ არის ნორმა. ეს არ შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ეს არ შეიძლება ავადმყოფობად ჩაითვალოს. ასეთი მიდგომა. ეს არის დანაშაული. რაიაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს კაცი საწოლში ეგდოს და ხალი ქალს ეღუდებოდეს კაცო. იმიტომ შექმნა მამა ღმერთმა ქალი და კაცი ეს ერთობლივი ქმნის ახალ სიცოცხლეს და განვითარებას. მცენარეებში არსებობს დედალი, მამალი, ცხოველებში, ფრინველებში. ეს რა უჯიშობა არ, რა უგნურება. თუ ესეთი მახინჯისულები არიან თავიანთ ოჯახებში ეგდონ და ეყარონ. რაღა ქუჩაში გამოდიხარ, კაცო, საერთოდ აღარ უნდა გქონდეს ეს სიცხილი. ადრე ჩემ ბავშვობის დროს იმაში შეყვარებულები მორიდებულად გადაკოცნდნენ ხოლმე იმაში ბაღში, რაღაც მოფარებულში შორს მიდიოდნენ, რომ სხვას არ დაენახათ. ეხლა პირდაპირ ახლა გამოდის რაღაცა დეგენერატები და ქუჩაში უნდა ინტარდალონ იმებში, ბანდაჟებში და იმებში, ძუძუები გადმოყრილები უნდა დადიოდნენ, ხო? მასე ისე პორნოგრაფიული ისეთი ვარი რაღაცა სახლები იმებში აღარ არის ხალხი. და ჩვენ საქართველოს უნდა ვნახოთ. მე ვამბობ კიდევაც რომ ძალიან დიდი საშიშროება იქნება. ამას არავინ არ აიტანს ეს სილოკავკასელი მე ძალიან კარგად ვიცი. ისინი ძალიან მყარი ხალხია. მე ჯარში ვიმსახურე მათთან ერთად და ძალიან კარგად ვიცი მათი ფსიქიკა, ფსიქოლოგია და ხასიათი. ისინი კბილებამდე იცავენ, დღემდე კბილებამდე იცავენ უფროს უმცროსობის ამ განვითარებულ აზროვნებას. აი ჩვენთან იმიტომ დაიღუპა ყველაფერი რომ აღარც უფროსია, აღარც უცროსი იცის, არც უფროსი იცის და არც უცროსი იცის, არც პატარამ და არც დიდმა. აი ამან დაგუყვა ჩვენ. და გავგანადგურა და მიგვიყვანა ზუსტად აიქამდე. აი ძალიან ბევრმა იმან ასე რომ ვთქვათ სირბილეებმა და თავზე ხელის გადასმება და ესე ჩაგეღუდე და ისა ამ სითბობამ სიყვარულმა და იმას არ უთხრა და იმას აი ეწყინება და რაღაცა აი აქამდე მივედით. აი ეს იცის აი ბევრმა ემან მიტევებებმა და ნუ განიკითხავ ის ბრახაბრუხმა მოხდები სუფრაზე და თუ რაღაცა ესეთი არ მოგეწონა რაღაცა და გამოხდება ვიღაცა. აუ შენ რატო განიკითხავ? აი ნუ განიკითხავ და ჩაგიდარებენ აგერ იმას პარაც და გამოვლენ ბანდაჟიანი ბანჯგვლიანი ისენი კაცები ჩულქებით და თავზე სისულელეებით რაღაცა მოხატულებით თან ამ პატრონებმა კაცო ისა ბუნებრივი 7 ფერი ბავშვებს ვასწავლებ ბუნებრივი 7 ცისარტყელას ფერები არ არის ეს მაგრამ მაინც თავიანთ ისა უდამპლეს დროშად იმ ფერებს მაინც რაღაც ერჩონდნენ როგორც მაშინ ის ვარდილო წაბილწეს იმათმა და ეძგენ ყველაფერი ლამაზ და იმას კარგს. ასე რომ ჩემო მეგობრებო სხვა გზა არ არის. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და უნდა მოხდეს სახალხო მოძრაობის შექმნა. ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფოს უნდა დაუშვათ, სახელმწიფო მმართველობას უნდა დაუშვათ კაცრად მოვთხოვოთ თუ შეგიძლია მარტე სახელმწიფო და უნდა იყოს მორალურად გამართული და ზნეობრივად მაღალ დონეზე თუ არა ბიძია ადეგი და წადი სახში და უამრავი ადამიანი რომელსაც შეუძლია მართვა გამგეობა ქარხანასაც ააშენებს ფაბრიკასაც ააშენებს მეცნიერებაც განვითარდება სპორტიც განვითარდება ხელოვნებაც განვითარდება საქართველოს და მთლიანი კავკასია მისცემს თელ მსოფლიოს თელ კაცობრიობას ახალ უძლიერეს კულტურას მოხდება აი საქართველოს გახდება ზუსტად ოაზისი ეს იბერია გახდება დაიბრუნებს იმ ძველ დიდებულ ფუნქციას საიდანაც უნდა აღორძინდეს როგორც ხედავ ჩვენ ამ დასავლეთში ჩიხში შევიდნენ
ციხში შევიდოდნენ რა თქმა უნდა აი ესეთი მდგომარეობით სადღა არის აბა ისინი რომლებიც ჩამოთვალე ახლა უდიდესი ბუმბერაზი მწერლები ხელოვანები მუსიკოსები სად არიან აღარ არიან რასაც ძლევს ახლა და დღევანდელი ისა ეპოქა აძლევს ფრანკუსის დონის მოგანდაგეს მურის დონის მოგანდაგეს აძლევს ან მაიოლის ან დესპიოს ან მანცუს დონის მოგანდაგეს აძლევს ხედავთ ჩვენ ემაში დღევანდელ ევროპაში არ არის ეს იმის შედეგია რომ აი ლიბერალებმა დაიპყრეს ყველაფერი ჩვენთან პროპაგანდას აუწევენ ჩვენ ყავს უძლიერესი მოგანდაგეები მხატვრები მუსიკოსები მომღერლები სად არის ჩართულია მთელი დღე ეს სისულელეები კაცო შოუებს მიიღო ასე ჩემო მეგობრებო სხვა გზა არ არის უნდა გავერთიანდეთ და კატეგორიულად ეს ვიდეოც გააზიარეთ ვინც ემხრობით და დაუჭერთ ხარს და ალბათ იმედია რომ ყველა დაუჭერთ უმრავლესობა 90% ალბათ დაუჭერთ კაცო ალბათ ღმერთმა დაიფაროს და 10%-იც არ მინდა რომ იყოს 1%-იც არ მინდა რომ იყოს ესეთი ისენი არანორმალურები მათ ნორმალური არ ქვია ეგ ადამიანური მდგომარეობა არ არის ეს არავითარი ის არ არის არც ავანტყოფობა ეს არის დანაშაულება რას მიქვია რა ავანტყოფობა გასო ავანტყოფობა ვიცი გრიპი და რაღაცა ეს ცუდად რო გახდები წნევარუა ადამიანს და რაღაცა სხვა ისენი ისი ავანტყოფობა ეს არის სიბილწია ან თუ ხარ ესეთი იყავ ეგდე შეთვის სახში რა ვინმე შეუვარდა თავის სახში კაცო რასაჭიროა ეს შენი ინძური საფვალის გაოფენა და იქ იტანტალო ევაში რა ქვია ვიღაცას ეხუტება რასაჭიროა ხა მე იმაზე პროსპექტში და იმაში ტელევიზიაში რო გამოდია კიდე გასო ეს აყვარელი ყავდათ ის აყვარელი ყავდათ გააჩერეთ ეგ ისა თქვენი ენა გასო როგორ შეიძლება ეგეთი სისულელეები რა ისაუბრეთ ამეთ სიკეთეზე ისაუბრეთ რამე კარგი ასავლეთ ამ ახალგაზრდობას რამე მშვენიერებისგან მოვწოდეთ კარგი ნამუშევრებია ჩვენეთ ნახატებია ჩვენეთ კაცო თეატრია ჩვენეთ სპექტაკლებია ჩვენეთ კარგი სიმღერები უამრავია სანახავია იმ ევროპიდან მარტო ეს სიმახინჯეები რომ მოგავთ ახეთ რამდენი ის არის სანახაობა არის კაცო ჯერ მაიოლის ნამუშევრები საოცრება არის კაცო მურის ნამუშევრები გინდა დესპიოს ნამუშევრები გინდა მაცუს ნამუშევრები გინდა ბრანკუსი გინდა რავი რომელი ერთი ჩამოვთვალო რა არტურო მარტინი გინდა რავი თლიანად მთელი ევროპა აი ბანაობს ამ ხელოვნებაში ამ კულტურაში ბანაობს რაღაც სისულელები სიგიჟეები მოგავდა ნამუსიც აღარ აქვს გამოდიან აქ როგორი ინტელექტის ადამიანები გამოდიან და ამას ხელს როგორ აწევთ ან როგორ უჭერთ ხარს და ახლა თქვა და ისა რო ჩატარდეს ესა და ხელი მოაწერე და ახლა და გარო გაიშვოს ეს ისა ამ პედერასტებით ეს ისა მთელი ქვეყანა რა მაგაზე ისა ევროპა იტყვის აუ თქვენ ახლა ევროპელები ხართ და არიქა ჩვენ ისა ნატოში მიგიღებთ ნატოში კი არ მიგიღება ვაფშე დაგასამარებენ და დაგმარხავენ ცოცხლად გასო იტყვიან მე ხვალე ზეგე გამოჩდება ვინც გაფინანსებთ რა იტყვიან ესენი არის გათახსირებული აღვირახსნილი ხალხი ეს დასახვრეტიაო და ყველა მთელი ერის ამოწყვეტას დაიწყებენ აი ეს იქნება საბოლოო ჯამში ამიტომ გონს უნდა მოვეგოთ სულ ყველა ასია დღეს ბუძ გადაუხდია და მე ხვალე გეტყვიან გათახსირებული ერი ყოფილიყავთ გასო თქვენ როგორ დაწერეთ ფრისწყაოსანი ამიტომ აღარ შეიძლება არც სახში ესე ჯდომა და ეს ტელევიზორს უყურო ახლა შორიდან გასვა ვისაც გინდათ ნორმალური ჯანმრთელი სახელმწიფოში ცხოვრება ჯანმრთელად გაიზარდოს თქვენი შვილიშვილები და საერთოდ ერი ფეხზე დადგეს და იყოს მყარი ვაშკაცი და ძლიერი და ერთ-ერთი წამყვანი კაცო ეს ვიყავთ კავკასიის გული ეხლა რა გამოდის ახლა სიცხვილი ვართ იმის კავკასიის ასე ტყვიან ეს ისენი ლეკები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ოსები, ყაბარდოელები, ყარაჩაელები, ჩერქეზები. არ მიტყვიან ეს რა ხალხი არის რო? პრაიდებს და მრაიდების ის უბლებას აძლევენო გასო. აქამდენაც რომ მოვედი ესეთი სიცხულია, ესეთი რაღაცა. ქარხანა არა, ფაბრიკა არა და მათხოვრად არის მთელი ერი ქცეულია. გადით ერთი მეტროში შედით გასო.
რა დღეშია ხალხი როგორ მათხოვრობს. ერთი კი არა 16, 17 შემოდის უგესა სამათხოვრო 5 ტენტი დამეხვარე, 10 ტენტი დამეხვარე. ქუჩაში გადით ახლა. ნაგვის ყუთში ეძებს ადამიანებს საჭმელს. აი ეს უნდა მოთხოვოთ თავრობას და აი ეს პიდარასტები შემოვიდნენ და აი იმაში გამართონ ისა მოგზაურობაა. და ჩვენი რესპუბლიკის მასშტაბით. მაგ პიდარასტებს უნდა კაი სახრე გვერდებში. ასე რომ უნდა გავერთიანდეს, სხვა გზა არ არსებობს. თუ არ გავერთიანდებით, საერთოდ მოსულენ წაშლია საქართველოს. არაფერს არ დატოვებენ, ქვას-ქვაზე აღარ დატოვებენ. ერთი კი არა, 36 ჩაატარებენ ეგეთი მას. თოდა გავცხარდი, მაგრამ სხვა გზა არ არის. არ არსებობს. წლებია რას ვითმეთ, კაცო, რატო ვითმეთ, მე არ მესმის საერთოდ. როგორ შეიძლება ამ სატანა და მოთმენა 30 წელი გავიდა ესეთ მდგომარეობაში ცოტა ხო არა 30 საათი 30 თვე ხო არ 30 წელიწადია რა 1-20 წელიწად მე უნდა ნახევარ საუკუნე გამოდის რა ასე თუ გავგრძელდა ეგ რაღა დარჩებათ მარტო ესა რესტორანის ისა ხალხი ერთი რესტორანის ხალხი ასე რომ გაზიარეთ ეს ვიდეო არ არის ახლა თაფლოვანი ვიდეო ეს არ არის მაგრამ ეს არის საქმიანი და საფუძვლიანი და ის რაც აღონიშნება ეს კავკასიელების კავკასიასთან დაკავშირებით რას გამოიწვევს ეს ჩვენთვის ეს მე მგონია ყველამ უნდა დაფიქრდეთ და გაანალიზოთ ეს რუსეთს საერთოდ არ გამოიჩნდება ისე შემოვლენ ის კავკასიელები და საბაბი იქნება ზუსტად ეს. იმიტომ ისინი ვერ აიტანენ. იმიტომ ეს არის მთლიანად მთელი კავკასიის შეურაცხყოფა. ეს არ არის მარტო ეს საქართველოს. შენ გეტყვი ამის ძია. ეს ბილწავ ამებას კავკასიას. კავკასია მათთვის არის ღმერთამდე მისული. ადგილსამყოფელი. მათთვის სამშობლო ესეთია. ვერ დაინახეთ შეცები როგორ იბრძოდნენ? გაიგივებული ყავდათ იმასთან ღმერთთან თავიანთ სამშობლო. კბილებამდე შეერაგებულ რუსეთს დაუპირისპირდა ერთი პატარა ჩეჩნეთი. ის კი დაიფხნეს, მაგრამ ვერ დაიმონეს. ტერიტორიულად შეიერთა რუსეთმა და დაპყრობილი, არც ერთი არ არის დაპყრობილი. არ არსებობს ბუნებაში ეგეთი. არც ერთი კი ისა კავკასიელი. თქვენ არ იცნობთ კავკასიელებს. მე ვიცნობ 2 წელი გავატარე მათთან ერთად. აი დიდი შორეულ აღმოსავლეთში. ამგლებივით არიან ეს ბიჭები. და აღსდაათ ისეთი უძლიერესი, რაც ჰქონდათ ჩვენთან თაშიც და ბარშიც. აქაც მასე იყო. მაგრამ აი ესეთი აი სიყვარულები და ემები, აი სიტყვები და ემები ძალიან ჩაშაკრდა ეს ჩვენი საქართველო. ძალიან ჩატკბა. და ძალიან ცუდია. არ შეიძლება ეს ძალიან უზომო ფერება, უზომო სიტყვა. ყველაფერს აქვს ზომა, ზომიერება, გონიერება. ეს არის ძველი იბერიული სიბრძნე. ამას უნდა გავყვეთ ჩვენ და ეს უნდა ავაღორწინოთ. არც ცოლის ფერება შეიძლება ზედმეტი, არც შვილის, არც ძმის, არც დის, არც დედის და არც არავის. ყველაფერს აქვს ზომა. როგორც ხაჭაპურში არ შეიძლება უზომოთ. ძალიან მიყვარს ხაჭაპური, მაგრამ არ შეიძლება უზომოთ. ცუდად გახტები ადამიანი. ყველაფერს აქვს ზომიერება. ამ ხურვალება არ შეიძლება დისტანციები აუცილებელია. შვილის აღზრდაშიც და ყველგან. და ესე მოხდა გასო ეს. ყველაფერი დაუთმეს და რა ბავშვი გაღედა მაცივრის თავზე აცურება. რამდენი ოჯახი მინახია ესეთი. აი ზუსტად გამოიწვია. მიდის ერის განადგურება და დეგრადირება. როცა აი მთელი პროგრამა უნდა შემუშავდეს და ნელი ევროპაზე რაც კარგი ქონდა, რაც ძვირფასი ქონდა, ის გააცანია დალოცვილო გასო. ახლა რამდენია გასო. საბჭოთა კავშირის დროს ისე ვერ ვიცნობდი, მაინც ჩაკეტილი იყო. ახლა რო გაიხსნა, კარგი შემოიტანე რა, ახლა რა კარგი სახლებია, რა კარგი მაგანებია.
რა გასართობია, როგორ ისვენებენ, როგორი აუზები აქვს. აი ეს მოიტანე, ეს უთხარი იმ ახალგაზრდას. აი ეკეთკენ უნდა წავიდეს. და არა ეს ბანდაჟები ჩაიცვა და იტლიგინოს იმაზე, რუსთაველის გამზირზე. და ეს იქნება ზუსტად, როცა იქნება ქარხანა და ფაბრიკა, ყველაფერი ჩემმა თაობამ, ჩემს წინა თაობამ უნდა მოახერხოთ, უნდა სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ, პირველი მოთხოვნა უნდა დადგეს ქარხანაში და ფაბრიკაში უნდა დასაქმდეს თავიანთი მშობელი კაცო. ამდენი ინჟინრები რო გამოდის, ამდენი მხატვარი გამოდის, ამდენი ექიმი გამოდის, სად უნდა წავიდეს ესა? არ გიფიქრია? სასწავლებელია რაღაც ადრე რო იყო, მაგალითად აკადემიაში ღებულობდნენ ქანდაკებაზე 5 ადამიანს და ხა 1 მე-6 და მე-7-ს თუ დაამატებდა კულტურის სამინისტრო. ეხლა გაზო ფული შეიტანე და სულ ასე ახსნილია ოღონდ ფული მიიტანე და გამოდის მე მგონი კონტეინერივით უშვებენ რა. ვინა ის 1000 ადამიანი შევიდეს ოღონდ ფული მიიტანე. მე როგორ ასაქმებთ ამას? ეს პასუხები, ეს კითხვები რო იქნება, ეს კითხვები უნდა დაუსვათ შემდეგ. ერთი სად მეყავთ ეს ადამიანები? შენი კადრი უნდა იყოს, შენ რომ იღებულობ მე სასწავლებელში ეს კადრი უნდა იყოს, ეს უნდა დასაქმდეს მე. არქიტექტორია, ახლა რამდენი რო გახედავ, კაცო ჩემთან რო ვასწავლი ბავშვებს, ყველას თითქმის 90% არქიტექტორობა უნდა. ამდენი არქიტექტორია შეიძლება? რატო? იმიტომ რომ სახლები შენდება და არის ახლა მშობლება, მოდი არქიტექტორი. მოკლეს, დარგები მოკლეს, დაზგური ქანდაკება მოკლეს, დაზგური ფერწერა მოკლეს, დაზგური რა ქვია გრაფიკა მოკლეს, ეს სახვითები რაც იყო შეჭამა და სულ ეხლა მედია ისენია ფაკულტეტზე სადაბარო მედიაზე. რა მედიაზე ჩვენთან ადრე გამოყენებით ეძახდნენ, იქიდან სახვითზე რო გადმოსულიყავ, 1 წელი უნდა დაგეხია უკან. თუ იყავ მესამეზე, იმაზე ქანდაკებაზე დაგხვდიან ფერწერას, დაზგურ ფერწერას, დაგხვდიან მეორე კურსზე. ეხლა სადა კაცო, აღარავინ აღარჩერდება. რატო? იმიტომ რომ დაინტერესება მოსპეს. კულტურის სამინისტრო სად არის ასაკეთებს. მთელი პროგრამებია შესამუშავებელი. რა გვჭირდება, რა გვაქვს, როგორ უნდა განვითარდეს. ამის შესახებ მეცნიერობა დაჯდები, კაცი, შეიკრიბებით. გუნდი შეიკრიბება, დაჯდები ამას გააკეთებ. მე მაგალითად პროგრამა ეს ჩემს სფეროში, როგორ შეიძლება განვითარება. 9 წელზე მაქვს ნაფიქრი ისა აკადემიაში ქანდაკება განსაკუთრებით. 1 წლის მანძილზე იმას დორიფურს გავათლებინებ სტუდენტს. ახლა იტყვით რომ აი 9 წელი რა ამბავია, გამოვა სპეციალისტი გამოვა. უძლიერეს სპეციალისტი გამოვა. ნაღდი გამოვა. მიიღე ადამიანმა 3, 4, 5 სტუდენტი მაქსიმუმი. იყოს თბილისში, იყოს ქუთაისში, იყოს მესტიაში, იყოს თელავში ეს აკადემია. ცოტა მიიღე და ოღონდ ხარისხზე წავა ისა ბრძოლა. როგორ არის ევროპაში? მარტო ევროპა კი არა, კაცო, იმაში მთელ აზიაში და მთელ მსოფლიოში ხარისხზე მიდის, მხოლოდ და მხოლოდ ხარისხი. ჩვენ ეს გვჭირდება, აქეთ გვჭირდება განვითარება და აღვირახსნილობის ისა პროპაგანდა და ეს წაბილწვაების, ახალგაზრდობის და ეს. ნუ ასია, ჩემო მეგობრებო, სხვა გზა არ არის. ჩვენ არ უნდა მივცეთ გასაქანი ამ უღირსებს, ვინც არ უნდა უჭერდეს რა დონის ინტელექტუალი, რა დონის ნაკითხი, უბრალოდ ჩემთვის ნაკითხი ადამიანი არის ის, ვისაც აქვს ღვთიური აზროვნება და ღვთიურად აზროვნებს და წმინდა და სუფთა. ეხლა უცოდველი ადამიანი არავინ არ არის დედამიწაზე არ მოდის. ყველას აქვს რაღაცები, მაგრამ ასეთი რომ გაგიჟდე ადამიანი და ხა ტიტლიკანა ირბინო იქა ეს უკვე ძოდვა კი არა, იმის იქით ღმერთი შეეშინდება. მე მგონი ეშმაკში შეეშინდება გასო. ღმერთი კი არა, ეშმაკში შეეშინდება. ასე რომ მოისმინეთ ეს ვიდეო, ეს არის ჩემი გულის ტივილი, გულის წუხილი და მეც მინდა რა. მე თუ ვეღარ იმას ვაღარ, ჩემი თაობას რა უკვე რა ახლა საუკუნის გავცილე ხა შვილების თაობა მაინც იყოს კაცო ნორმალური სახელმწიფოში იცხოვრო კაცო. კარგი სამსახური გქონდეთ და კარგი დასვენებაც გქონდეთ კაცო. ვარ შეიძლება ეს რა დამუნებული ქვეყანაში, დათრგუნულ ქვეყანაში, შაურაცხყოფილ ქვეყანაში, გამათხოვრებულ ქვეყანაში იცხოვროს კაცო. რატო? დაფიქრდით, თქვენს ხო ყავთ შვილები, შვილიშვილები. ვიფიქროთ ყველამ ერთად.
ფულიანმაც და უფულომაც. იმ ფულიანებს რა გიხარიათ ესეთი მდგომარეობაში გასო. თორე გაიღეთ რაღაცა ფულიან სახელმწიფო შეაწუხეთ, ამ თავრობაში შეაწუხეთ, ან რაღაცა გააკეთეთ, ან თვითონ თქვენ დაიღეთ თქვენ თავზე და ერთი 10 ქარხანა მაინც გააკეთეთ ეს მძლავრი გასო. დაიწყოს უკვე ეს მოძრაობა და არა ეს პრაიდებსა და ემებზე იმინო რა ახალგაზრდობა. ნუ გაცხარებისათვის მომიტევებთ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. არ გამოდის სხვანაირად. კარგად ბრძანდებოდეთ და გამარჯვებით ვიყოთ ჩემო საყარდელო შვილებო. გამარჯვები და გაიმარჯვებიოს ქრისტეს გზას. ქრისტეს გზას უნდა გამარჯვებიოთ და რაში მაგის და მამაძაღლობის გზას.